კატა და ვეფხვი. იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთი გლეხი. ერთხელ სოფლის განაპირას გლეხი ყანას ხნავდა. გლეხს კატაცთან წამოყოლოდა და ტყის პირას ჩიტებსა და კალიებზე ნადირობდა. უცბად ტყიდან ვეფხვი გამოვარდა. დაინახა კატა და გაკვირვებულმა ჰკითხა: შენ, ძამიაო, როგორც ვატყობ, ჩემი მოდგმისა უნდა იყო და რა უბედურება დაგმართნია, რომ ასე დაპატარავებულ ხარ. ეხ ძმაო, შენ რომ ჩემს ბატონს იცნობდე, მაგას აღარ შემეკითხებოდი. მერე და ვინ არის შენი ბატონი? ადამიანი. აბა ერთი დამანახე და შენი დაჩაგრვისათვის სამაგიეროს მე გადაუხდი. არ გირჩევ, მოგერევა. უთხრა კატამ, მაგრამ ვეფხვმა არ დაიშალა. კატა წინ გაუძღვა, მიიყვანა თავის პატრონთან და უთხრა: ეს არის ჩემი ბატონი. ვეფხვი გადაუდგა გუთნეულს წინ და კაცს შეუტია. შენ, ჰეი, ადამიანი ხარ თუ ვიღაცო ხერი? ეს ჩემი მოდგმა ჯილაგი ასე რატომ დაგიჩაგრავს? ან პასუხიაგე, ან შემებრძოლე. კარგი, ვიბრძოლოთ, მაგრამ მე ღონეშინ დავტოვე. წავალ მოვიდა და ბატონი ბრძანდებით. ვეფხვი დათანხმდა. ოღონდ ჩქარა მოდი, არ დაიგვიანო. გლეხმა უთხრა: მეშინია, ვაი თუ შეგეშინდეს, ჩემს მოსვლამდე ტყეში გაიქცე და სოფელში ჩასვლა მოსვლამ ტყუილა ჩამიაროს. მოდი ასე ვქნათ, რომ არ გამექცე. ამ ხეზე თოკით მიგაბამ ამოვიტან ჩემს ღონეს, ისე ვაგიშვებ და ვიბრძოლოთ. ვეფხვი ამაზეც დათანხმდა. გლეხმა ვეფხვი ხეზე მიაბა. თვითონ ტყეში შევიდა, მოჭრა ჯაჭრხილის ხორკლიანი სახრე, გამოიტანა და გადაუჭირა ვეფხვს. აი, ჩემი ძალა და ღონე. ვეფხვი ტკივილისგან სულ მაღლა ხტოდა და შესაბრალისად ღმუოდა, მაგრამ გლეხი შეუბრალებლად ურტყამდა. ბოლოს, მთლიანად რომ მიასავათა, აუშვა და უთხრა: არა მკითხე მოამბეო, მიტყიპე და მიაგდეო. წადი და ამის შემდეგ იცოდე, სადაც არ გეკითხებოდნენ, იქ ნუ წაიჩხრირები. ნაცემნაბეგვი ვეფხვი ლასლასით გაუდგა გზას და კატას მიაძახა. ბარაქალა ძმაო შენს ვაშკაცობას, რომ ასეთი ბატონის ხელში ეგტანიც შეგრჩენია. ჭირი იქა, მხინი აქა. ქატო იქა, ფქვილი აქა.